ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ ხდება თვალის რქოვანა-გარსის გადანერგვა. რქოვანა-გარსი არის თვალის ყველაზე პერიფერულად მდებარე ნაწილი, აი ამ გამჭვირვალე ანატომიურ სტრუქტურაზე მაქვს საუბარი, რომელსაც პირველ რიგში ოპტიკური ფუნქცია აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც რქოვანას გაივლის სხივი, მისი გლუვის ზედაპირიდან და გამჭვირვალე შიგთავსიდან გამომდინარე, სხივი გარდაწყდება და ფოკუსირდება ბადურაზე მხოლოდ ერთ წერტილში და სწორედ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ჩვენ მკვეთრად აღვიქვათ სხვადასხვა საგნები. რქოვანას დაზიანების შემთხვევაში კი როგორც ვიდეოზეა, მაგალითად უსწორმასწორობების გაჩენის შემთხვევაში ან წყლულის გაჩენის შემთხვევაში სხვადასხვა ინფექციური დაავადებების შემდეგ, როდესაც სხივი დაეცემა ამ უსწორმასწორო რქოვანას, ის გაიბნევა და შესაბამისად ერთ ადგილში ვეღარ მოხდება ამ სხივის და შესაბამისად დანახულის აღბეჭდვა. გარდა ამისა, რქოვანა არის მექანიკური და ქიმიური ბარიერი, რომელიც ინფექციების შეჭრას უშლის თვალში ხელს და აი ამ ვიდეოზე ხედავთ უკვე გადანერგილ რქოვანას. ეს ყველაფერი კი შეგვიძლია შევამჩნიოთ აი ამ პატარა მიკროქირურგიულ ნაკერებზე, რომლითაც ფიქსირებულია ეს ტრანსპლანტი. აი ეს კი არის ოპერაციის ზუსტად ის ეტაპი, როდესაც დაზიანებული რქოვანა-გარსი მოშორდება, რომელიც დაახლოებით 7-8 მმ სისქისაა და ახალი ტრანსპლანტი მოერგება თვალს.